ოკუპირებულ ახალგორში დარჩენილი ქართული მოსახლეობისათვის გადაადგილება რთულდება სეპარატისტების გადაწყვეტილებით 10 იანვრიდან რეგიონში შესვლა ქართული დოკუმენტებით შესაძლებელი აღარ იქნება. მოსახლეობა ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით კრემლი რუსული პასპორტიზაციისათვის ემზადება რთულდება გადაადგილება აფხაზეთის მიმართულებითაც ოკუპანტების სპეციალურ ტექნიკას ამონტაჟებენ და მდინარე ენგურზე გადასვლა მხოლოდ თითის ანაბეჭდების აღების შემდეგ იქნება შესაძლებელი. როგორ აფასებს ოფიციალური თბილისი ოკუპანტების ახალ შეზღუდვებს ეკა სოსელიაგი ამბობთ. Ქალაქეობა მე ქართველი ვარ და საქართველოში ცხოვრობ და აგრე ბინა მაქვს და კარი მაქვს და წაიღო თავიანთი იყოს სულ ყველაფერი. არ დათანხმდებით არ არც შემთხვევაში მეთქი და ახლა. სეპარატისტების ახალი გადაწყვეტილების შემდეგ მოსახლეობას ეჭვი გაუჩნდა, რომ რუსეთი ახალგორის რუსული პასპორტიზაციისთვის ნიადაგს ამზადებს. ბლოკ საგუშაგოზე უკვე გაჩნდა წარწერა, რომ რეგიონში შესასვლელად 10 იანვრიდან ქართული დოკუმენტები ძალას დაკარგავს. აი რუსების პოსტიაო გამოგრევ 10-დან მოითხოვენო ამ 70-ზე არაფერი არ არის. ქართული ბლოკ საგუშაგოს გადაკვეთის შემდეგ, საიდანაც უკვე ოკუპირებული ტერიტორია იწყება, ზუსტად 4 დღეში ქართული მოსახლეობისთვის ქართული დოკუმენტებით ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთა შეუძლებელი გახდება. სეპარატისტების ახალი გადაწყვეტილება ოკუპირებულ ახალგორში გადასვლას გაართულებს. არ დაიშვებიან არც ქართული და არც თავად დე-ფაქტო ცხინვალის მიერ შემოღებული დროებითი საშვებით, რადგან სეპარატისტების ფორმა 9-ს უკვე ვადა გაუვიდა. პირველ ეტაპზე სავარაუდოდ მოსახლეობას ქართული პირადობის მოწმობების რუსულად გადათარგმნას და ნოტარიულად დამტკიცებას მოსთხოვენ. უფრო მძიმე კი საოკუპაციო რეჟიმის მომდევნო სიურპრიზი იქნება. პირველი შეხვედრა როგორც შემოვიდნენ ეს მომხდურები, ჩაატარეს კინოთეატრში შეხვედრა, იქ განუცხადეს მოსახლეობას, რომ ეს სხვა ძე მაინც მოხდება, მოგიწევთ აღება პასპორტების ვინც ამას არიზავს, აგე საქართველოს ახლოა და შეუძლია გადავიდეს და იქ ცხოვროს. აქ ბინები გვაქვს, ცხოვრობთ, მუშაობთ, რამე და რატო არ უნდა შევიდეთ? რა უნდათ და ხალხში ესე იგი ქაოსი მოხდეს, ეს იგი რომ დაატაკონ ისევ ერთმეორეს, აბას ხარა უნდა მოხდეს. ახალი კანონების მიხედვით შეიზღუდება მოძრაობაც, საღამოს 9 საათიდან ჩაიკეტება ეგრეთ წოდებული საზღვარი. მკაცრდება კონტროლი აფხაზეთშიც, ოკუპანტები სპეციალურ ტექნიკას ამონტაჟებენ და ენგურზე გადასვლა მხოლოდ თითის ანაბეჭდების აღების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ოფიციალური თბილისი ახალ გადაწყვეტილებებს რუსული ანექსიის გაგრძელებად აფასებს. კიდევ ერთი ნაბიჯია იქით, რომ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევით აიძულონ ადგილობრივი მოსახლეობა მიიღონ რუსული მოქალაქეობა, მიიღონ რუსული პასპორტი. ბუნებრივია, ამაზე პირველ რიგში ჩვენ გვექნება რეაქცია საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ირღვევა საერთაშორისო სამართლის პრინციპები. ეს არის ნათელი მაგალითი ახალი ეთნიკური წმენდის, იმიტომ რომ რეალურად თუ ძალადობრივი გზით მათ არ აიღეს ეს პასპორტები, მათ უნდა დატოვონ ეს ტერიტორიები. ოფიციალური თბილისი რეაგირებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს. დეპუტატები მომხდა სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე 46 ქვეყნის დელეგაციის წინაშეც გააპროტესტებენ.